მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. აქ და მოდით ვნახოთ დღეს რა იქნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების შემდეგი ნაბიჯები. გაშლა გვექნება დღეს ამჯერად ვარიანტო. ამჯერად რა ისე ვარიანტო და მოდით ვნახოთ, აბა ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება, კონცენტრირდით მასზე, კარგად წარმოიდგინეთ ადამიანი ვიზუალურად. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარით თუ ამის სურვილი გაქვთ და ასევე პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. და ვნახოთ, აბა რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. ხმლების ხუთიანი ამოვიდა, არკანი კოშკი. და პირველ რიგში ერთ წამს დავაზუსტებ. და კვერთხების ექვსიანი ამოვიდა გადაბრუნებულ მდგომარეობაში. ნახეთ როგორ გამერბის და პირველ რიგში ნახეთ აქ იცით როგორ სიტუაციას ვხედავ. პირველ რიგში ადამიანი გრძნობს თავს ისე თითქოს წააგო რაღაც გარკვეულ შეჯიბრში თქვენთან. არ ვიცი რა სახის ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა, ჯანსაღ ურთიერთობებში შეჯიბრები და მსგავსი რაღაცები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ხო? მაგრამ თუ თქვენ ეს იცით, მაგრამ თუ არ იცით, ეს ადამიანი თქვენ აღგიქვამთ თქვენ როგორც კონკურენტს, აღგიქვამთ თქვენ როგორც თავის შეჯიბრს და რაღაც კონკრეტული მომენტი აღიქვა როგორც თავისი საკუთარი წაგება, რამაც ძალიან ადგინა ეგო, რამაც ძალიან დაუნგრია, დაუმსხვრია ეგო და აი აშკარად აქ გიგრძნობა ძალიან ისეთი მასკულანური ენერგიები. თუ თქვენ ხართ ქალბატონი და ჩაიფიქრეთ მამაკაცი, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მამაკაცება არ მიწვინოთ, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას აშკარად ისეთი ფსიქოლოგია აქვს, რომ აი უფრო იერარქიულად აქვთ თითქოს მოწყობილი აზროვნება, ყველას, აბსოლუტურად ყველას ასე სტატუსის მიხედვით აღიქვამენ და ზოგადად პარტნიორში ყოველთვის ხედავენ შეჯიბრს, კონკურენტს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სწორი და ვიმეორებ, ყველა მამაკაცი ეს ნამდვილად არ ეხება, უბრალოდ ძალიან ბევრი მამაკაცი არის ასეთი უმეტესობა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ხო? და ხშირ შემთხვევაში ასეთ მამაკაცებს ვერც კი წარმოიდგინთ, რამდენად სუსტი ეგო აქვთ, რამდენად მარტივად ბრაზდებიან და აი წარმოიდგინეთ ყველაზე ნაზი და ყველაზე ისტერიული პრინცესა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერია ესეთი თითიზადებაც კი წინს უბრალოდ და ეს ისტერიკებში ვარდება, აი ეგეთები არიან რეალურად ასეთი მამაკაცები. ხო, შეიძლება ახლა გაგიკვირდათ ბევრს, მაგრამ ზუსტად ეგეთები არიან. გავიმეორებ, ეს ყველა მამაკაც არ ეხება, არავითარ შემთხვევაში მამაკაცებო არ დავიწყოთ კომენტარებში გამოლანძღვა. და ნახეთ, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ქალბატონი, ამ შემთხვევაში ზედმეტად პრინცესული, რა თქმა უნდა, ცუდი გაგებით პრინცესული ხასიათები აქვს ამ ქალბატონს. ნუ ვინც არ უნდა იყოს, ძალიან ეგოცენტრიკოსი ადამიანი არის, ძალიან სუსტი ეგოთი და ჩათვალა, რომ რაღაცაში წააგო რაღაც გარკვეულ შეჯიბრში, რაში ძალიან იმედები გაუცრუვდა. არ ვიცი, ან თქვენ ფოტოზე გქონდათ უფრო მეტი ლაიქი ვიდრე მას, ერთით მეტი ან ორით მეტი, თუ რა მოხდა ასეთი კატასტროფული მის გონებაში, მაგრამ აშკარად რაღაც ისეთი წვრილმანი არის. მაგრამ აი ძალიან ეწყინა, ძალიან დაემსხვრა იმედები და ახლა ძალიან უნდა ასეთი რევანშის აღება, ძალიან უნდა რომ შეგეჯიბროთ, ძალიან უნდა რომ დაგიმტკიცოთ და დაუმტკიცოს პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ არ ვარ მე ეგეთი, მე არ ვარ ლუზერი, მე აუცილებლად მოგიგებ, მე აუცილებლად ავიღებ ჩემსას. და თანაც ნახეთ, ადამიანს აშკარად არ აქვს, რა თქმა უნდა, ტოქსიკური თვითშეფასების პრობლემა. გულისხმობ იმას, რომ ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებულია იმისათვის, ვინც რეალურად არის, აშკარად არის ძალიან ისეთი თითქოს საკუთარი საქმის არამცოდნე პიროვნება არის და თითქოს ეს ადამიანი, აი რომ თქვენც უყურებდეთ ამ ადამიანს როგორც შეჯიბრს, დამიჯერეთ ეს ადამიანი უფრო მეტად აღგიქვამთ თქვენ როგორც შეჯიბრს, ვიდრე თქვენ მას. ანუ თვითონ უფრო მეტ კონკურენციას ხედავს თქვენში, ვიდრე თქვენ მასში და ეს იცით რატომ არის? იმიტომ რომ თითქოს და თქვენ მართლა უფრო მეტი იცით რაღაც ან თქვენ სფეროში, ან ზოგადად ცხოვრებაში, ვიდრე თვითონ. და მას ეს ძალიან წინს, ძალიან გამოუცდელია, ძალიან ბავშვური ფსიქოლოგია აქვს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში. ის კი გავიგეთ, რომ აუცილებლად ეცდება რევანშის აღებას და აუცილებლად ეცდება დაამტკიცოს როგორი მაგარი ალფა ამრიკო ან ამალფა დედრიკო არის, მაგრამ ვნახოთ აბა, რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში. ნუ თუ თქვენ შორის კონტაქტი არ არის, მინდა გითხრათ, რომ კონტაქტზე აუცილებლად ეცდება, რომ გამოვიდეს როგორც მინიმუმ, ფაქტობრივად გზაში არის. დავამატოთ არკანები, რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება.
პენტაკლების რაინდი, არკანი ეშმაკი და თასების პაჟი. ნახეთ, ადამიანი გამოვა კონტაქტზე თუ თქვენ შორის კომუნიკაცია არ არის, ყელიც კი ჩამეხლიჩა და სხვათა შორის ადამიანს ძალიან დიდი ალბათობით ყელის ჩაკრა აქვს დაზიანებული და მოდით ახლა ჩაკრებზე ჩვენ ავსაუბრობთ, ამიტომაც მაქსიმალურად ზედაპირულად ვეცდები ავხსნა იმისათვის რომ გაიგოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაქსიმალურად არ გამოხატავს საკუთარ თავს, მაქსიმალურად არ გამოხატავს საკუთარ ემოციებს, ძალიან ჩუმი პიროვნება არის საკუთარ ემოციებთან დაკავშირებით და ამიტომაც ძალიან ხშირად თვითონაც კი ვერ უგებს საკუთარ თავს ბოლომდე და ნახეთ, ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, ფაქტობრივად დღე-დღეზე და იცით, ეს კონტაქტზე გამოსვლა იქნება ძალიან ინტენსიური. სხვათა შორის შეიძლება იყოს კონტაქტზე გამოსვლა რაღაც fake account-ით, ხო, ან მეგობრის account-ით, ან რაღაც მსგავსი და ეცდება რომ რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიგაჯაჭვოთ, ეცდება რომ თქვენში გამოიწვიოს რაღაც ისეთი გრძნობები, მიჯაჭვულობების. ადამიანი პლუს ამასთან ერთად დარწმუნებული არის იმაში, რომ ძალიან მარტივი არის მისთვის თქვენი მოჯაჭვება მასთან. ადამიანი თulis რომ მისი ერთი თითის დაწყაპუნებითაც კი შეუძლია თავი მოგაწონოთ, მოგიზიდოთ მანიაკალურად და იცით, ზუსტად ამისკენ იქნება პროვოკაციები. სხვათა შორის შეიძლება კონტაქტზე გამოვიდეს რაღაც საჩუქრით, რაღაც თქვენ წარმოიდგინეთ და პოზიტიური ენერგიებითაც კი და ნახეთ, აქ ყველაზე უცნაური რა არის, რასაც ვხედავ. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მე აქამდე ვისაუბრე, კი, როდესაც გამოვა კონტაქტზე, აქ იქნება აუცილებლად ეს საწამლავი, ეს ტოქსიკურობები, მაგრამ თითქოს კონტაქტზე, კონტაქტში უბრალოდ როდესაც შემოვა თქვენთან, თითქოს აქ უკვე უფრო მეტად ნელ-ნელა დაალბება და თითქოს გაუფართოვებს ეს მსოფლმხედველობას და თქვენი კომუნიკაცია მასთან იქნება უფრო ისეთი, უფრო თბილი და უფრო გულსხველი, ვიდრე თავიდან გამოდის, თავიდან აგრესიით მოდის, ბრაზით, მაგრამ ნელ-ნელა დაალბება, გათბილდება, მოითაფლება თითქოს და ნახეთ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის სანდო, არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ, იმიტომ რომ დროთა დრო ეს ეგოს ნახტომები აუცილებლად ექნება და ეს მაპატიეთ, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისეთი კარგი ადამიანი ხართ, რომ მას ერთი წინადადებით შეცვლით, ხო? ან გულისხმობ იმას, რომ არ ვამბობ იმას, რომ თქვენ ცუდი ხართ, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ ასე მარტივად ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ კარგად დაიცავით თქვენი პირადი სივრცე და მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი, ნუ მისცემთ ამ ადამიანს თქვენთან შეჯიბრის უფლებას. და მეცაც ვიტყვი. აქ იცით რას ვხედავ? დაიმახსოვრეთ ახლა ეს ფრაზა. ეს იქნება ჩემი, რასაც ქვია, ციტატა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მეგობრებო, ზოგი ადამიანი არ გვპატიობს და ვერასდროს ვერ გვაპატიებს იმას, რაც თვითონ გავიკვეთა ჩვენ. გავიმეორებ. ზოგი ადამიანი არასდროს და ვერასდროს ვერ გვაპატიებს იმას, რაც თვითონ გააკეთა ჩვენთან მიმართებაში. დიახ, ასეთი ადამიანებიც არსებობენ და ეს ხშირად ხდება, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც რაღაც ცუდს აკეთებს, მისი ეგო ზიანდება. და აქ რაღაც მსგავს სიტუაციას ვხედავ ზუსტად. სულ ეს არის მეგობრებო, წარმატებები და ნახვამდის.